ეს შეკითხები რის გამოც შეიძლება იყოს, ანუ რაც შეიძლება აქ ღირებული იყოს ამ შეკითხვებში არის ის, რომ ადამიანი როგორ უნდა გავდეს ადამიანს, ხო მართალია, აბა ჩვენ ახლა თუ რაღაცა ისეთ ვლაპარაკობთ, რაც ჩვენ არ გვეხება და რაღაცა უბრალოდ ინფორმაციულად შეიძლება ვიცოდეთ, ეგეთ ლაპარაკს შეიძლება დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს. და მეორე ის, რომ ადამიანი როგორ უნდა გავდეს ქრისტიანს, როგორ უნდა იყოს ქრისტიანი. მე ხლა რადგან აი დღევანდელმა რაღაც სხვადასხვა შემთხვევებმა მოიტანეს ეს აუცილებლობა, სანამ შეკითხვებს წავიკითხავ, ერთი ორ ამბავს გაგახსენებთ, ესე იგი, რაზეც ჩვენ გვისაუბრია ხო. ერთი არის პაპა და შვილი რომ ჭასთან სხედან და ლაპარაკობენ. და უწყლო ადგილზე ქონდა ამ პაპას გაკეთებული ჭა, სადაც მგზავრები გაივლიდნენ, ყველა დარწყულდებოდა, წყალს დაალევინებდნენ და აგრძელებდნენ გზას. ეხლა გზისგან დამაშვრალი რომ ვიღაცა წყალს მოგაწოდებს, დამაშვრალს რომ წყალს მოგაწოდებს, ეს დიდი ნუგეში. და მოვიდა ერთი ადამიანი ამ ჭასთან და პაპამ დაალევინა ეს წყალი, უпроსტოდ სათლი ჩაუვარდა, ჩაუწყდათ. ჭურჭელი რითიც იღებდნენ ხომ. მოვიდა ერთი კაცი და გადმოიღო ურემიდან თავისი სათლი, ჩაკიდა, ამოიტანა წყალი, დალია და ისო მოხსნა ეს სათლი, ჩადო ურემზე დადო ისევ და გააგრძელა გზა. პაპას ეკითხება შვილი, რომ პაპიო, ესო როგორი კაცი იყო? ანუ როგორი ადამიანი იყო და პაპამ უთხრა, ეგო ადამიანი არ იყო. ეგ კაცი არ იყო შვილო. მერე მეორე მოვიდა. მერე მეორემაც გადმოიღო ურემიდან ეს სათლი, ჩაკიდა, ამოიღო წყალი, თვითონაც დალია, პაპას და შვილიშვილსაც დაალევინა და ისევ მოხსნა სათლი, დადო ურემზე და წავიდა. ეს როგორი კაცი იყო პაპაო? არც ეგ არ იყო კაცი. მერე მესამე მოვიდა გახსოვთ, იმან მოხსნა თავისი სათლი, ჩაკიდა, თვითონაც დალია, ამათაც დაალევინა და რადგან ნახა რომ მათ სათლი არ ქონდათ, რომ სხვებს გამასპინძლებოდნენ, დაუტოვა ეს სათლი და თვითონ წავიდა მის გარეშე და პაპამ უთხრა შვილიშვილს, რომ აი ეს იყო კაცი. ეხლა მეორე ამბავი. ქსენოფი ეკითხება ეზოპეს. ან პირიქით ეს არ მახსოვს ზუსტად. რომელიც აბანოდან დაბრუნდა და ეკითხება რომ რამდენი ადამიანი იყო აბანოში? ეხლა ჩვენ დღეს შეიძლება სახში ყველას გვაქვს ეს აბანო და შეხვალ და დაიბან, მაგრამ ძელად ეგრე არ იყო. შეიძლება სოფელს სულაც ერთი აბანო ჰქონოდა, მეტი არაფერი. ხო, რო გაივლი ხომე სოფლებთან არის რომ ძელი აბანო სადაც იყო, აი ქერეში რომ მივდივართ ხომე იქ მარცხენა მხარეს ჩანს სადაც იყო ერთი აბანო და მთელი სოფელი როგორც ჩანს იქ დადიოდა. ეხლა იქ ხო რიგი იქნებოდა, ისე ხო არავინ შეგატარებდა, მით უმეტეს ჩვენ ადამიანები თუ ჩვენ რიგში ჩავდექით, აბა ვის გადაატარებთ წინა რა. ეკითხება რამდენი ადამიანი იყო აბანოშიო და ამან უთხრა რომ ერთიო. ესეც გახარებული წავიდა, ამის მერე მე ვარო რიგშიო და მივიდა და უამრავი ხალხი დახვდა. ეხლა გაბრაზებული ეკითხება, რატომ ითხარიო რომ ერთი ადამიანი იყო, ამდენი ხალხი იყო? რატო და ესე იგი აბანოსთან რომ მივედიო, იქ რაღაცა ქვა ეგდო. და ხალხი რომ გადადიოდნენ, ფეხს წამოკრავდნენ ხოლმე. და ესე შედიოდნენ. და მხოლოდ ერთმა ადამიანმა, რომელმაც ფეხი წამოკრა ამ ქვასო, აიღო და გადააგდო ეს ქვა გვერდზე. და ამიტომ გითხარი რომ ადამიანი იქ ერთი იყო, ხალხი კი ბევრი იყო, მაგრამ ადამიანი ერთი იყო. ანუ ორივე ამბის თავარი რა არის? ადამიანი ვინ არის, ვინ სხვაზე იზრუნა. მომართალი, სხვაზე იზრუნა იმით რომ დაუტოვა ის სათლი ერთმა და მეორემ სხვაზე იზრუნა იმით რომ თვითონ კი წამოკრა ფეხი, მაგრამ მის შემდეგ რომ სხვას აღარ წამოეკრა ფეხი, ამაზე იზრუნა, აიღო და გადააგდო. ეხლა რატო ამბობ? აქაც ამ ბანაკში თუ საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში ყველგან თუ ჩვენ მარტო ჩვენ თავზე ვფიქრობთ და სხვის ადგილზე არ დააყენებ შენს თავს, მაშინ ესე იგი
ადამიანობისაგან ძალიან შორსავართ. გიო, თქვენც ხო არ გინდათ რომ ფილები გადაწყვეტოთ შენ და ივანე? მოგონი თქვენც ეგრე მოგიწევთ. ეს ბოლოს წინა ეს იყო. ხო და თუ შეხედავ რომ თუ ჩვენს ფიქრებს შევხედავთ და ჩვენს ფიქრებში მხოლოდ ჩვენ ვართ, ჩვენი კარგად ყოფნა, ჩვენი კარგი ადგილი შევხვდეს, ჩვენი კარგად დავნაყრდეთ, ჩვენი გემრიელი შევჭამოთ და სხვა მარა, ესე იგი სხვაზე არ ფიქრობ. ესე იგი ნიშნავს რომ ეზოპე ჩვენზეც არ იტყოდა რომ ადამიანი არის, ხო მართალი? აი როდესაც ესე იგი სხვაზე არ ფიქრობ. იმიტომ რომ ადამიანი ხო ღვთის ხატად დამსგავსად შეიქმნა და ღმერთისთვისება კიდე ეს არის სხვაზე ფიქრი. ქრისტეს ასე იგი ჯვარცმის შინაარსიც ეგ არის სხვაზე ფიქრია. ის ხო ჩვენა ვართ და ჩვენ ღვთის ხატად დამსგავსად შევიქმნით. ისე რომ აი ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრი რამე იცოდეს. ყველას ჯობდეს თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, ინტელექტუალური ძალიან დიდად ნაკითხი იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი თუ არ ხმარდება იმას, რომ ერთმა ადამიანმა უბრალოდ მეორეზე იფიქროს და იზრუნოს, მაშინ სუტყუილია ყველაფერიც რო იცოდა. იმიტომ რომ ყველაფერიც რო ვისწავლოთ ჩვენ, იმაზე მეც მაინც ვერ ვისწავლით ეშმაკმა რო იცის. ხო მართალია? მან ყველაფერი იცის, აი ჩვენ რა ხარ სიტყვაზე ფიზიკის კანონები ისწავლო თუ ისტორიული ცნობები თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ეშმაკმა იქ ყველაფერი ზედმიწევნით იცის. ადამიანის ფსიქოლოგია თუ ასე შემდეგ. ხო და რა უნდა ისწავლო ისეთი მან რო არ იცოდეს, მაგრამ უნდა ისწავლო ის რომ მეორე ადამიანზე ფიქრი ისწავლო. მეორე ადამიანზე ზრუნვა ისწავლო. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგის გარეშე არც ამ შეკითხვებს არავითარი ღირებულება არ ექნება. აი აქ არის ერთი ესეთი შეკითხვა. როგორ ვისწავლოთ რომ როგორ მოიქცეთ რომ სამრევლო ერთი ოჯახი გახდეს? აი ეგრე უნდა მოიქცეთ. უნდა იზრუნოს სხვა ადამიანს. მეოჯახეობა ეგ არის. აი დავუშვათ ახლა თქვენ მიხვედით, თუნდაც მოდი ოჯახიდან დავიწყოთ. თქვენ მიხვედით სახლში. ახლა მთელი დღე ხო იქ სკოლა გაქვთ, იქ სხვადასხვა მასწავლებლებთან დადიხართ, სპორტის წრეზე დადიხართ, თუ ხელოვნების, თუ ხელობის, თუ სხვა. აი დაღლილი მიხვედი სახლში. შენს თავზე კი არ ფიქრობ, რომ მე ახლა დაღლილი მოვედი და მოდი ახლა მაჭამეთ და მომასვენეთ და ასე შემდეგ. შენ უნდა იფიქრო იმაზე, რომ იქ დედაც დაღლილი დაგხვდა სახლში, მთელი დღის საქმეებს რო აკეთებს. იქ მამაც დაღლილი მოვიდა სამსახურიდან, გესმით და შენ სხვაზე უნდა იფიქრო, რომ სხვას გაუადვილო. ის ხოც შენზე იფიქრებს და თუ ყველა ერთმანეთზე იფიქრებს, ეგ იქნება მართლაც ოჯახი. და თუ ყველა თავის თავზე იფიქრებს, ეგ ოჯახი ვერ იქნება. და სამრევლოშიც ეგრე. მოდი ცოტა ხანი გააჩერი, აბა. თუ სამრევლოში ყველა თავის თავზე იფიქრებს, ის შეუძლებელია, რომ როდისმე ოჯახად იქცეს. იქამდე ვიდრე ამაზე ფიქრს არ დაანებებენ თავს. და ბედნიერება კიდე იქ არის, მე ყოველ შემთხვევაში აი სადაც ნახულობ, რომ სადაც სინდისი გაქვს სუფთა და უშფოთველი, რომ სინდისი რაღაცის გამო არ გამხილებს. სინდისი ადამიანს შეიძლება ამხილოს ბევრი რაღაცის გამო, ყველა გადაცდომის გამო, თუ სწორად უმუშავებს ადამიანს სინდისი. რომ შეიძლება ადამიანებთან არასწორი ურთიერთობის გამო, არასწორი ფიქრის, ესე იგი, ჩვენი პასუხისგებლობის შეუსრულებლობის გამო გამხილოს სინდისმა. შეიძლება ნივთების გამოც კი გამხილოს, როგორც წმინდა აბა დოროთე ამბობს, ნივთების გამოც კი შეიძლება დაგიმძიმდეს და როგორ. აი დავუშვათ სიტყვაზე გაქვს ტელეფონი, ნუ ის სხვა ნივთებზე საუბრობს, მაგრამ მაშინ არ იყო ტელეფონი, ხო? გაქვს ტელეფონი, რომელიც მუშაობს, კარგად მუშაობს, აკეთებს ყველა თავის საქმეს აკეთებს. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ახლით შევცვალოთ. და ეს ძველი, ნუ უბრალოდ აღარ გამოიყენო არაფერში. ამის გამო შეიძლება სინდისმა გამხილოს, იმიტომ რომ
ქონდა შესაძლებლობა რომ ქონოდა ჩვეულებრივად აღარ გეზრუნა ზედმეტად იგივე ტანის ამოსი იგივე ნებისმიერი რამე ნივთი რომელსაც შენ მოუფრთხილდები და იტყვი რომ ეს ღმერთმა მომცამე ამის გამო არ გამხილებს სინდისი თუ უბრალოდ გააფუჭებ და არ გაუფრთხილდები იმის გამო გამხილებს სინდისი და ამ შემთხვევაში ბედნიერიც ვერ იქნება უნდა მოითმინოს თუ არა ადამიანმა ჩაგვრა თქვენი აზრით უნდა მოითმინოს თუ არა ადამიანმა ჩაგვრა არ უნდა მოითმინოს მოდი ახლა მე ესე დავსვავ შეკითხვას ერთი ადამიანი რომელიც უყურებს რომ მეორე მესამეს ჩაგრავს ამ პირველმა უნდა მოითმინოს თუ არა ამ პირველმა არ უნდა მოითმინოს ხოდა როგორ მესამემაც არ უნდა მოითმინოს თუ შეუძლია რომ ამის გამო ესე იგი ანუ რა არის იცი სადამდე თავს ჩაღუნავ იქამდე ვიღაცა ვისაც სინდისი ვერ უმუშავებს კარგად იქამდე გადაგიulis თავს იმიტომ რომ ის ვინც სხვას ჩაგრავს ესე იგი იმას შინაგანად ბევრი რამე მოუწესრიგებელია დაზიანებული აქვს ეს მის ანუ და კიდევ რის გამო ჩაგრავს ნახე რაც საკუთარ თავში არ მოსწონს რისი ისიც აქვს აი დანაკლისიც აქვს ძირითადად ხდება რომ იმის გამო ჩაგრავს ეს ფსიქოლოგიური ამბავია აი შენ როგორ იცხარ შინაგანად და შენი თავი რო არ მოგწონს მე შეიძლება იმ სხვაშიც ეგ გააკრიტიკო და მაგის გამო მოდით აქეთ მოდით ჟიური მოვიდა ჟიური ესეთ დააჩერე და ჩაგვრასთან დაკავშირებით ვამბობდით და საერთოდ რა არის იცით აი ერთი ის რომ თუ შეგიძლია ამისგან გათავისუფლდე უნდა გათავისუფლდე არ უნდა თქვა რომ მოდი აი დღეს დამჩაგრეს ხვალაც დამჩაგრონ ზეგაც დამჩაგრონ და არ უნდა მიეჩვიო მაგას რა საბოლოო ჯამში არ უნდა მიეჩვიო ადამიანს რო სინდისი კონდეს არ დაგჩაგრავს და ესე იგი ვერ უმუშავებს ზოგჯერ სინდისი და გონია რომ შენ დაბალი ღობე ხარ და ის ამიტომ გჩაგრავს ამიტომ თუ შეგიძლია უნდა გააკეთო ის რომ დაანახო რომ არ არის თლათ ეგრე საქმე როგორც ის ფიქრობს მეორე ვინც გვერდიდან უყურებს და ამაზე ხმას ვერ ამოიღებს იმასაც როგორც ჩანს პრობლემა აქვს სიმამაცის ვერ არის ესეთი მამაც ან მეორე არ უყვარს ის ადამიანი ვისაც ჩაგრავ რო უყვარდეს არა მაშინ თავისზე გაცილებით ძლიერსაც კი დაუპირისპირდებოდა რომ უყვარდეს ეხლა მაგალითად აი ქათამი რო ქათამია ესე იგი თავს შეაკლავს თავისი წიწილასთვის თავისზე გაცილებით ძლიერს ხო მართალი ხოდა იმიტომ რომ უყვარს თავისი შვილი უყვარს ხო მართალი ხოდა ადამიანი თუ გიყვარს მისთვის იმაზე მეცაც გააკეთებ ვიდრე შეგიძლია იმიტომ რომ სიყვარული გაგაკეთებინებს მაგას როგორ დავიხსნათ თავის სასოწარკვეთილებისგან აი მე ხშირად ჩვენ ვამბობთ ხოლმე რომ უნდა ადამიანმა იკითხოს წმინდა მამათა ცხოვრება და წმინდა მამათა ნაწერები იმას რო კითხულობ ძალიან დიდი იმედი შემოდის იმიტომ რომ ის არ არის მარტო მათი უბრალოდ აი ინფორმაციული მხარე კი არ არის რომ წაიკითხო და შენ ეს გაიგო მან რა თქვა ის წმინდა მამა სული წმინდის მადლით არის სავსე და ის აწერინებს და იმას რო კითხულობ შენში იმედი შემოდის ასევე უნდა ჩვენ გავიხსენოთ ხოლმე ესეთი შემთხვევები რომ ადამიანები გამოუვა მდგომარეობაში იყვნენ და გამოსავალი აღმოჩნდა ეგეთი შემთხვევები უამრავია რომ გაიხსენო ესე იგი რომ აი ამ კაცს რაღაცა ესე უჭირდა და სულ რომ არავინ არ მოელოდა ცა მოიწმინდა და გამოსავალი გამოჩნდა ერთხელ ორჯერ 10 ჯერ მე ხშირად ყვები ხოლმე ჩვენი მრევლი იყო ეთერი ერქვა ეხლა გარდაცვლილია უკვე
ძალიან უჭირდათ ოჯახში, ესე იგი, ავათაც იყვნენ, მატერიალურადაც არ იყო ის თვითონაც ძმაც, დედაც ჩავარდნილი იყო. მაგრამ ესეთ რამეს ამბობდა, რომ აი ცხოვრებაშიო ბევრი რაღაც გადაგვიტანიაო, განსასწრებია. და ეხლაც ვიციო, რომ რაც არ უნდა გამიჭირდესო, გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. აი ერთხელ რაღაცას გადაიტან ჭირს და გამოსავალს გაპოვნინებს ღმერთი ორჯერ, სამჯერ, მერე უკვე იმედიანი ხდები, იცი რომ იქიდანაც უეჭველად იქნება გამოსავალი. მაგის გარეშე არ იქნება. თავარია რამდენად ენდობა ადამიანი ღმერთს. აი დავით მეფსალმონი ამბობს ასეთ სიტყვებს. იყავ უფალო წყალობა შენი ჩვენზე და ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. იყოს შენი წყალობა ჩვენზე იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვაქვს შენი იმედი. ადამიანურად რო დაფიქრდა. აი ვინმემ რო გითხრას, რომ დაუშვათ აი მოდი აი წეგან ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. რა დროს უფრო იგრძნობთ, აი ბიჭები, რა დროს უფრო იგრძნობ პასუხისგებლობას. როცა ბურთს აი პასს შენს გაძლევენ და შენი იმედი აქვს, რომ შენ ამას სწორად გამოიყენებ და არ დაკარგავ, თუ როდესაც პასს არავინ არ გაძლევს და შენით მოიპოვებ ბურთს, რა დროს უფრო გაქვს პასუხისგებლობა? გუნდის წინაშე. როცა პასს გაძლევენ, ესე იგი გენდობიან, ხო მართალია. როცა ახლა წარმოედგინეთ, ახლა მინი ფეხბურთში არა, მაგრამ დიდ ფეხბურთში, ხო? რამდენი ძალისხმევა ჭირდება გუნდს, რომ ბურთი მოიპოვოს. მერე უნდა შეტევაზე გადავიდეს და მერე ის ბურთი შენ უნდა მოგცენ და შენი იმედი აქვს და მთელი ამდენი შრომა შენ წყალში არ უნდა ჩაუყარ და პასუხისგებლობა ხო გაქვს. და თუ არასოდეს არ მოგცემენ პასს და შენით მოიპოვებ, მაშინ არა გაქვს ეს პასუხისგებლობა. იმდენი, რამდენიც მაშინ როცა შენ გენდობია, ხო მართა? რატო ამბობ? როცა ჩვენ ღმერთს ვენდობით და ვამბობთ, უფალო, შენი იმედი მაქვს. ჩვენი ფეხბურთში შეიძლება გქონდეს პასუხისგებლობა, მაგრამ მაინც გაუცრუოთ იმედები. სუსტები ვართ, რაღაცა ვერ მოვახერხოთ, მაგრამ ღმერთი ყოვლადძლიერია და ჩვენ როდესაც ღმერთს ვენდობით, წმინდა მამები ასე ამბობენ, რომ თითქოს აი ღმერთი მოვალე ხდება ჩვენს მიმართ, რადგან ჩვენ ვენდობით. რამდენადაც ჩვენ ვენდობით, იმდენად ღმერთი თითქოს მოვალე ხდება ჩვენს მიმართ. და ღმერთი არასოდეს არ გაგიმწყუნებს იმედს, თუ მას ენდობთ. მამაო, რა იგძენით, როცა მამაო გახდით? ეხლა ესე არ მახსოვს, აბა რა ვიგძენით. 13-14 წლის წინანდელ ამბავს ის კი არა, კლასელი ვერ გავიხსენე სახელი და ეგრე არ მახსოვს ის განცდა, მაგრამ ეხლა რასაც გძნობ, იმას გეტყვით. რაც დრო გადის, მით უფრო მეტად გძნობ პასუხისგებლობას. ხან იმდენადაც რომ ვფიქრობ ხოლმე, რომ ნეტა რამე შეიძლება, რითი შეიძლება მე რო გადავრჩე. პასუხისგებლობა ადამიანების წინაშე და ღვთის წინაშე. აი ერთ ადამიანს თავისთავი აბარია, ხო? მაგრამ სასულიერო პირს მარტო თავისთავი არ აბარია. იმას სწორად უნდა უთხრა, იმას მაგალითი უნდა აჩვენა და თუ ვერ სწორად ვერ ეუბნები და ვერც მაგალითს აჩვენებ, ხო უკვე ფიქრობ, რომ აბა რამე შეიძლება, მე რითი შეიძლება რომ ცხონდე და გადავრჩე. სასულიერო პირის ცხონება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ერის ადამიანის, რომელსაც მხოლოდ თავისთავი აბარია. იმიტომ აი ამას რაც დრო გადის თავიდან იმდანაც ვერ გძნობთ. ეხლა რაც დრო გადის უფრო მეტად გძნობ და სახიფათო ამბავე. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა სასულიერო პირობა ასე დაახასიათა. აი სანთელი რო ანთია და პეპელა რო დაფრინავს ამ ცეცხლის თავს. რამხელა სიფრთხილე ჭირდება ამ პეპელას. ერთი შეცდომა და იმ წუთში დაიწვა. მომართალი. გესაუბრეთ გარდაცვალებაზე. ისე ახლა ბავშვების გონებისთვის ცოტა რთულია გარდაცვალებაზე იფიქრო. მაგრამ ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო ბუნებრივად ფიქრობს ამაზე. ბავშვებისთვის ახლა როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, რომ გააჩერო ბავშვი ბურთს რო თამაშობს და შენ რო გარდაცვალებაზე დაუწყო საუბარი. აი გულამდე ვერც მიიტანს მაგას, ნე და შენ აიტყვის და გაიქცეო და ისე არც დაამძიმებს. საერთოდ შეიძლება ვერც გაიაზროს რაზე ეუბნე.
იმიტომ რომ ესეც ბუნებრივია, ღმერთი მას იფარავს. ჯერ რომ იმან ამებზე დაიწყოს ფიქრი, შეიძლება ცოტა გული შეუღონდეს. მაგრამ ერთი კი არის, რომ ჩვენ ღვთის წინაშე გვიწევს წარდგომა სულ ყველას. აი, მამა რო სახში მოდის, ჩვენ ხო თუ დავაშავეთ რაღაცა, ისე მხრებ გაშლილი ვერ ხვდებით. თუ რაც დაგვავალა ის პირნათლად შევასრულეთ, მაშინ იმედიანად ხარ, რომ აი მამა მოვა და ნახავს ახლა ამას, მე რო გავაკეთე. აიქაც ესეა, ჩვენ ღვთის წინაშე წარდგებით, დაბრუნდება უფალი. მეორედ მოსვლა იქნება, დაბრუნდება უფალი და ჩვენ აუცილებლად მის წინაშე წარდგებით, მიუხედავად ჩვენი სურვილისა. ამიტომ თუ ესე იგი ჩვენ დიდი ცოდვებით ვიქნებით დამძიმებული და მოუნანიებელი ცოდვა გვექნება, ჩვენ არ მოგვინდება რომ უფალი მოვიდეს. აი სიკვდილზე მეტად ეგ იქნება ჩვენთვის სიკვდილი, რომ არ მოგვინდება რომ უფალი მოვიდეს. მაგრამ ვინც ღვთისმოსაობით გაატარა ეს ცხოვრება და ბევრი რამ მოითმინა ქრისტეს გულისთვის, მას იცით როგორ მოუნდება უფლის მოსვლა, აი გამოცხადების წიგნი ასე მთავრდება. ჰე, მოდი უფალო, ანუ მალე მოდი, ერთი სული ექნება რომ უფალი მოვიდეს. აი ესე მოუნდება. ხოდა რა ჯობია ჩვენ გვინდოდეს რომ მოვიდეს თუ არ გვინდოდეს. იმისი მოსვლა, ვინც ჩვენი სურვილის მიუხედავად მოვა. და როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, მოვა ის, ვინც არ გინდა რომ მოვიდეს და გაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა რომ გაგიყვანა. ამიტომ ეს ცოტა დასაფიქრებელია და საფრთხილო. რას ფიქრობთ სამი ადამიანის მეგობრობაზე? თქვათ, სამეგობროში არის სამი ადამიანი. ამ სამიდან ერთი ხან ერთთან არის, ხან მეორესთან. ასე იგი ორივესთან არის. ეგრე არ არის. ეხლა ერთია და დაუშვათ გორელ ადამიანს ყავს მეგობარი ქუთაისში და რუსთავში. ეხლა ორივე ხო ვერ იქნება. ხან ერთთან უნდა ჩავიდეს და ხან მეორესთან. მაგრამ თუ აი ამ სამს ბარბარეს, მაკრინეს და ბარბარეს ერთმანეთს სამეგობრო აქვს და ეხლა ბარბარე ხან ერთს აქცევს ზოგს და მეორესთან არის და ხან პირიქით ეგ არ ვარ. არ უნდა გარიყო არავინ. თუ იქვე ხართ. ხან ერთთან გინდოდეს მეგობრობა და მეორეს საკნა, ესე იგი მოიშორო დროები და მე ხან ერთთან იყო, ხან მეორესთან ეგ არ ვარ. ეგრე არიან? თუ შენ ორივესთან ხარ. ორივე, აი კარგი. მეგობრობის ერთ-ერთი მთავარი თვისება არის ერთგულება. ხან ხარ მეგობარი და ხან არ ხარ, ეგ უკვე მეგობრობა არ არის. ეგეთი ჯობია რომ თქვა რომ შენ არ გამოგდეს მეგობრობა. შერა სიტყვიკა. რა მოხდება თუ ზიარების წინ საკითხავ ლოცვას არ წაიკითხავ და ეზიარები? ეთყობა ეგ მოხდა უკვე. ხო რა მოხდა? თქვენ მითხარით. რა მოხდება? მე რა მოხდება? რა არის იცით? ზიარების ლოცვის წაკითხვის თავარი აზრი რაში მდგომარეობს? ჩვენი სული მოამზადოს ქრისტეს სისხლთან და ხორცთან შეძლების და გვარად ჯეროვნად შესახვედრად. აი იგივეა რომ აღსარების წინ ლოცვა წაიკითხო. ანუ ჩვენი სული ყოველთვის ხო არ არის სინანულის მდგომარეობაში, ვერ განიცდის და აღსარების ლოცვა ჩვენ გვეხმარება რომ ჩვენ შინაგან სამყაროს სხვაგვარად შევხედოთ. სხვაგვარი განცდა გაჩნდეს, სხვაგვარი გადაწყვეტილება რომ აღარ შევცოდოთ. ზიარების ლოცვაც ეს არის, წარმოიდგინეთ ჩვენ ადამიანებს მოგვეცა შესაძლებლობა რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარო და იქ ჭირდება სწორი განწყობა, სწორი სულიერი მდგომარეობა და აი ამ მდგომარეობაში მოყავხარ შენ ამ ზიარების ლოცვას. ამიტომაც უნდა წაიკითხო. არის რაღაცა ერთეული შემთხვევები, სადაც ხდება ის რომ აი მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება ბარბარეს ბოდიში ანას ანა ითვალევიჩემ ანას არ აქვს ზიარების ლოცვა წაკითხული და
აი მოხდა რაღაცა, რომ ვერ მოასწრო თუ ავათი იყო თუ რაღაცა და ამას ძალიან ნანობს და თავი დახრილი აქვს და მოდის იმ განწყობით, რომ მე ვერ ვილოცე და არა ვარ ღირსიზიარების. მაგრამ შეიძლება მარიამმა ზედმიწევნით ჩაარაკრაკა თავიდან ბოლომდე და თავი აწეული აქვს, მე ლოცა მაქვს წაკითხული და ესე მოდის. რომლის განწყობა უკეთესი? ანას, იმიტომ რომ კი ვერ წაიკითხა მართალია, მაგრამ აი თავი აქვს დახრილი და არ თulis თავს ღირსად ზიარების. მეორემ წაიკითხა და თulis. თუმცა ყველაზე უკეთესი მაინც ის არის. წაიკითხო რაც გევალება, მაგრამ მაინც ისე მოხვიდე ანა რომ მოვიდე. რო თქვა რომ მე არა ვარ ღირსიზიარების, მაგრამ ღმერთის მოწყალების იმედად მოვდიო. თვითონ ზიარების ლოცვაში ხო ეს არის. ჩვენი დამსახურების იმედად კი არ მოვდივართ, არამედ შენი მოწყალების იმედად. იმ ქალბატონს კამი მოუტანეთ რომ როგორ უნდა მივხვდეთ რომ ადამიანს არ უყვარვართ. არ გულისხმობ მიჯნურულ სიყვარულს. როგორ უნდა მივხვდეთ რომ ადამიანს არ უყვარვართ? ნახეთ, სიყვარულის ჰიმნად იწოდება, იცით რა იწოდება სიყვარულის ჰიმნად? თუ არა? აი თქვენ შეგიძლიათ ყველამ გადახედოთ, წაიკითხოთ, ეს არის კორინთელთა მიმართ მე-13 თავი. პირველი კორინთელთა მიმართ, ხო არის 2 კორინთელთა მიმართ ეპისტოლე. პირველი კორინთელთა მიმართ მე-13 თავი, სადაც პავლე მოციქული საუბრობს სიყვარულის შესახებ. იქ არის სწორედ ნათქვამი, რომ სიყვარულს როგორი თვისებები აქვს, რომ არ შურს, რომ არ თავმაღლობს, რომ სწამს შენი გამოსწორების, რომ იმედი აქვს, რომ ესე იგი წერია რომ ანგელოზებრივ და ყველა ადამიანურ ენაზე რო ლაპარაკობდე და სიყვარული არ ქონდეს. არაფერი არ ახარ მაშინ. შენი თავიც რო შეწირო, ყველა შენი მონაგებიც რო სხვისთვის გაიღო და სიყვარული არ ქონდეს. მაშინ არავითარი ფასი არ ექნება არაფერს და იქ არის ჩამოთვლილი თვისებები. ესე იგი, რა თვისებებით ხასიათდება სიყვარული. და ეგ თუ აქვს შენს მიმართ ვიღაცას და შენ მაგას ამჩნევ. ესე იგი უყვარხარ. და შენს თუ გაქვს ეგ სხვის მიმართ, აი ჩვენ ადვილად ვეუბნებით ერთმანეთს, მიყვარხარ, ნამდვილად მართლა მიყვარხარ და ერე მთელი გულების ფრიალი და ესენი არის ხო, მესენჯერში თუ ფეისბუქში თუ, მაგრამ მიყვარხარ ნიშნავს სულ მცირე იმას, რომ მე შენი გულისთვის რაღაცას მოვითმე. აი მაგა და მე თუ ჩემ შიგნით ვერ ვატყობ იმას, რომ მე ამ ადამიანის გულისთვის რაღაცას მოვითმე, მაშინ თავი უნდა შეიკავო ამ სიტყვის თქმისაგან. ჯობია როგორც კახი კავსაძე ამბობს, მე ჩემი მეუღლისთვის არასოდეს არ მithქვამს რომ მიყვარხარო, მაგრამ ისე ვიქცეოდი რომ ის ამას უნდა მივხვდარიყო. ადამიანი თუ ისე გექცევა რომ შენ ამას ხვდები, რაღაც გინა მის სიტყვები. და თუ ისე გექცევა რომ შენ ამას ვერ ხვდები, რა საჭიროა, რას მოიტანს ის цаრიელი სიტყვები. მამა პაისი ათონელი ასეთ რამეს ამბობს, აი ორი ადამიანი რო ზის. დაუშვათ აი მე და გიო აქ ვხედავთ და მე გიორგისთვის არასოდეს არ მithქვამს რომ მიყვარხარ მეთქი. ეხლა რო დავფიქრდი მართლაც რო გავიხსენო მიყვარხარ მეთქი არასოდეს არ. მაგრამ გიო რასაც გძნობს, ანუ თითქოს როგორი ამბავია, იცი? აი როგორც თქვენ რო დაწერეთ ეხლა ეს შეკითხვები, წერილები. ჩემი გული მის გულს შეტყობინებას უგზავნის. და ის გული ამას იღებს. არ ქონიათ შემთხვევა რომ ადამიანი კი ლამაზად გელაპარაკება, მაგრამ გძნობ რომ იმის გული შენ სიყვარულის წერილს ვერ გიგზავნის. ან პირიქით, შეიძლება ადამიანი სულაც არ გეუბნება რაღაცას ისეც, მაგრამ გძნობ რომ შენ ამ ადამიანს უყვარხარ. ლამაზი სიტყვებით შენს მისადმი განწყობას ვერ შეფუთავ. ის გამოჩნდება. მით უმეტეს ამას ვერ გააკეთებ ბავშვთან. ადრე მოგიყევით გახსოვს მამა პაისი ათონელთან მივიდა ადამიანთა ჯგუფი რომ გვინდა რომ ბავშვთა სახლი გავაკეთოთ. და მამა პაისიმ უთხრა თუ არ გიყვართო ბავშვებიო, საერთოდ ხეს ნუ მოკიდებთ მაგ საქმესო და მოუყვა ერთი ასეთი შემთხვევა. ადამიანების ჯგუფი იქ ექიმი იყო თუ სოციოლოგი იყო თუ ფსიქოლოგი თუ ვიღაცა მივიდნენ ბავშვთა სახლში.
ნახეს ბავშვები იქ მოიკითხეს და ელაპარაკენ, მოეფერნენ და ეხა ბავშვების განწყობა. ბავშვები ამბობენ, აი ამ ადამიანს ჩვენ არ უყვარვართ, ისე მოვიდა. ის გასართობად მოვიდა. ის ალბათ იმიტომ რომ ვიღაცების თვალში ქულები ჩაეწერა რომ აჰა ბავშვთა სახლში ვიყავ. ვიღაცაზე ამბობენ, აი მას ნამდვილად უყვარვართ. ბავშვები გძნობენ, მიუხედავად იმისა, შენ მას რას ეტყვი. და ამიტომ მეუბნება, თუ არ გიყვართ, ამ საქმეს დღეს ნუ მოგიდებთ. ისე რომ ადამიანი გძნობს შინაგანად შენ უყვარხარ, გიყვართ თუ არ გიყვარს. ეს ცოტა ვრცელი ისტორია, ამიტომ ბოლოსთვის შემოვინახავ, რომ ჟიური არ გადავღალო. აი ნახეთ როგორი დაღრილი სახეებით გიყურებს ჟიური, თქვენ უნდა გაამხიარულოთ მე. რატომ არის რთული ერთგულება? იმიტომ რომ თავგანწირვას მოითხოვს. თავგანწირვა კიდე ეგრეიოლი არ არის. თავგანწირვა ნიშნავს, რომ შენს დაცემულ ბუნებაზე, ნებებზე უარი უნდა თქვა და ის აკეთო, რაც არ გინდა. როგორ ამბობს შოთა რუსთაველი, რაც არა გინდეს, იგი ჰქმენ, ნუზდევ წადილთა ნებასა. ან რაც შენ გინდა, შენ ნებებს რო აყვები, ეგ კი არა. შენ რომ არ გინდა, იმის გაკეთებას მოგთხოვს თავგანწირვა და ერთგულება მაგის გარეშე არ არსებობს. რატომ არის მეგობრობა შეუძლებელი ერთგულების გარეშე? იმიტომ რომ აბა ეხა მოღალატე კაცი რომ გეუბნება, ესე იგი შენს გვერდითვა რომ ენდობი იმას? ახლა წარმოედგინეთ, მთაში მიდიოდე და ჯოხი გჭირდებოდეს და იცოდე რომ ეს ჯოხი ან ახლა გადატყდება, ან ახლა და იმ ჯოხით წახვალ? ვერ წახვალ. აი მაგალითად თუ დაკვირვები ხართ, არ ვიცი, მე ამ ბოლოს შევამჩნიე ჩემს თავს. ხიდზე რო გადადიხარ, მოაჯირს ხელს კიდევ? აი დავშოთ გორში, ახალ ხიდზე გადადიხარ. სადგურზე რომ მოდიხარ, ხო გადადიხარ? ხელს კიდევ მოაჯირს? არ კიდევ. მაგრამ ხო არის და ხო იმედი გაქვს, რომ რაღაცა რო იყოს, იმას ხელს მოკიდებ და არ გადავარდებ, ხო მართალი? შენ რო იცოდე რომ ესე იგი ის ძალიან ისე მორყეულია, მაშინ უფრო ცოტა შორს ივლიდი, ხო მართალი? იმ მოაჯირისგან ხო ცოტა ეგრეა მეგობარი, თუ ერთგულია, მასთან ახლოს ხარ და იმედიანად ხარ და თუ იცი რომ არ არის ერთგული, მაშინ ცოტა მოერიდები, ხო მართალი? იმიტომ იმის იმედი მაინც არ აქვს. ალბათ მაგიტომ არ გამოვა. ეს კითხვა უკვე მესამე თამოვიდა, ამიტომ ეხლავე უნდა უპასუხოთ. როგორ აღმოაჩინეს იესო ქრისტეს ჯვარი, რომ უფრო მეტად მოგვიყვეთ? თქვენ რა იცით როგორ აღმოაჩინეს? ეს ყველაფერი უკავშირდება პირველ ქრისტიან იმპერატორს კონსტანტინე დიდს. თქვენ მოკლედ მოვყვები, იმიტომ რომ ვინც იცის ისინიც არ გადავღალოთ. თქვენ იცით რომ ჯერ კიდევ ძველი სპარსელები და რომაელები იყენებდნენ ჯვარს იმისათვის რომ ადამიანები დაესაჯათ. აი ყველაზე დიდი დანაშაული ვისაც ჰქონდა, ყველაზე სამარცხვინო სიკვდილად ითვლებოდა ჯვარი. ყველაზე მტანჯველ სიკვდილადაც ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი, იმიტომ რომ ჯვარზე რო გააკრავდნენ, ადამიანი ტკივილის გამო არ კვდებოდა. ადამიანი კვდებოდა სუნთქვის უკმარისობის გამო. იმიტომ რომ იმდანაც იყო ესე გაჭიმული ამ ჯვარზე, რომ ამოესუნთქა, უნდა მოეზიდა ხელებით, ფეხებით, წარმოედგინეთ, თან ფეხები რამეზე კი არა დაყრდნობილი, ფეხებში სამსჭვალია გაყრილი. უნდა ესე იგი აწეულიყო ამ ფეხებზე, რომელშიც სამსჭვალია გაყრილი, არა? ხელებითაც მოეზიდა, რომ ამოესუნთქა. და როცა უკვე ამის ძალა აღარ შესწევდა, მაშინ უკვე ფილტრებს აღარ ქონდა საშუალება სუნთქვისა და ამიტომ ადამიანი გარდაიცვლებოდა. ხდებოდა რომ 2-3 და უფრო მეტი დღეც ადამიანი ჯვარზე იყო გაკრული და არ კვდებოდა. ხოდა ესე იგი, როდესაც კონსტანტინე დიდმა ბრძოლის წინ ცაში ნახა ჯვარი, ეწერა იმაზე, ამით ძლია, ამით დაამარცხე. ხოთაშორის ჯვარი როა ხოლმე გამოსახული სეფის კვერზე, თუ დაკვირვები ხართ, რა წერია ქვემოთ? ნიკა წერია, ხო? ეგ გამარჯვებას ნიშნავს, ძლევას ნიშნავს. ხო, ბერძნულად. ხოდა შეეშინდება კონსტანტინე დიდს და ღამე იხილავს იესო ქრისტეს, გამოეცხადება და ეტყვის, რომ
ესე იგი, აღიჭურეთო ამიარაღითო, ჯვრისი არაღით, გამოსახეთ დროშებზე, მუზარადებზე და ფარებზე და ესე წადით საბრძოლველად. ლაბარუმი ქვია აი ამ დროშას, ჯვარი როა გამოსახული, ერთიც კონსტანტინე დიდი წავიდა ბრძოლაში. მართლაც ეს აღჭურვილი წავიდა ბრძოლაში, გაიმარჯვა და შემდეგ დაინტერესდა თუ სად იყო იესო ქრისტეს ჯვარი. გაგზავნა თავისი დედა ელენე დედოფალი, წერილი გაატანა იერუსალიმის პატრიარქთან, რომ იხმარებოდა, სთხოვდა რომ იხმარებოდა ამ ჯვრის მოძებნაში, უამრავი ადგილი გადათხარეს. გადათხარეს იმიტომ რომ იმპერატორები რომისაც ცდილობდნენ ყველა ის ადგილი, რაც ქრისტესთან იყო დაკავშირებული და ღვთისმშობელთან მიწით დაეფარათ, რომ ადამიანის გონებიდან წაეშალათ ყოველგვარი ცნობა ქრისტეს შესახებ. იქაც სადაც ჯვარი იპოვეს, ანუ გოლგოთას მთაზე, ჯერ ნაგავსაყრელი იყო გაკეთებული ერთ დროს, მიწით ხო იყო დაფარული, მერე კიდე ერთ-ერთი საკერპო იყო გაკეთებული. აღმოჩნდა ერთი კაცი, იუდა ერქვა სახელად, რომელმაც დაახლოებით წინაპართაგან გადმოცემით, წარმოიდგინეთ 3 საუკუნეა გასული. წინაპართაგან გადმოცემით დაახლოებით იცოდა, სად იყო თხემის ადგილი, ანუ სად ხდებოდა ხოლმე ჯვარცმა. და მაგრამ არ უნდოდა მას გამხელა, იმიტომ რომ ის იუდეველი იყო და არ უნდოდა რომ ვინმეს ქრისტეს ჯვარი ეპოვა. მაგრამ მას დიდი განსაცდელები დაატყდა თავს. და მერე გადაწყვიტა რომ გაემხილა და წავიდა დაახლოებითი ადგილი იცოდა და გაათხრევინეს და იქ იპოვეს ეს 3 ჯვარი, ორზე თქვენ იცით რომ ავაზაკები იყო გაკრული, ერთზე მაცხოვარი, რადგან ვერ იგებდნენ რომელი იყო მაცხოვრისა, მიცვალებულს შეახეს და მიცვალებული აღსდგა, ერთ-ერთი ადამიანიც განიკურნა ამ ჯვრის შეხებისას და ამითი დაადგინეს რომ ეს იყო ჯვარი. შემდეგ აღამაღლეს, რომ ყველას თაყვანისცემა შეძლებოდა და ეს უკავშირდება სწორედ ჯვართან ამაღლების დღესასწაულს. რა დატვირთვა აქვს მანდილს? რა დატვირთვა აქვს მანდილს? თქვენი აზრით. რა დატვირთვა აქვს? რას ნიშნავს? რატოა? მაინც მანდილი. პავლე მოციქული ასეთ რამეს ამბობს, თუო მანდილოსანიო თავ დაუბურავად ლოცულობდესო, ესო სირცხვილია ომისთვის. მამაკაცი კიდე თავ დაუბურავი უნდა ლოცულობდეს, იმიტომ რომ ხატიაო ისო, ღვთისა. აი ოჯახში ხო, კაც მოთავეობა აბარია, ოჯახის უფროსობა. ოღონდ ოჯახის უფროსობა დირექტორობას არ ნიშნავს. აი შენ რომ მამა გახდები, ჯერ შეიძლება შენ გახდე რა. შენ რომ მამა გახდები, ანუ ის კი არა რომ ეს ეკენით, ის ეკენით, ეგ კი არ არის ოჯახის უფროსობა. ოჯახის უფროსობა არის ის, რომ შენ ჯერ აჩვენო მაგალითით, ეს ასე და ისე როგორ უნდა გააკეთოს. ჯერ შენ უნდა გიყვარდეს, ჯერ შენ უნდა მოусმინო, მომისმინეთ კი არ უნდა უთხრა. ჯერ შენ უნდა შეგეძლოს რომ მოусმინო. ჯერ შენ უნდა შეგეძლოს გაუგო, აპატიო და ასე შემდეგ. ჯერ შენ უნდა იყო მაგალითი. და ესეთ მამაკაცს ცოლი უნდა უყვარდეს თავგანწირვამდე. ქორწინების საიდუმლოში ესე წერია, რომ ქმარო გიყვარდესო შენი ცოლიო, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესიამ. ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცვა, აი ესე შეიყვარა ქრისტემ ეკლესია. და ცოლს ეუბნება, შენ უნდა ემორჩილებოდე შენს ქმარს, როგორც ქრისტე ემორჩილება, როგორც ეკლესია ემორჩილება ბოდიშით ქრისტეს. და ის მანდილი სწორედ ამის ნიშნად აქვს, აი ამ მორჩილების ნიშნად აქვს მანდილს. ისე რომ აი ოღონდ ნახეთ, კაცმა ქალს კი არ უნდა მოსთხოვოს, რომ შენ მე დამომორჩილე. არც ქალმა უნდა მოსთხოვოს, შენ თავგანწირვამდე შემიყვარეო. არამედ ყველამ თავის თავს უნდა მოსთხოვოს. და იქ იქნება სიხარულით და სიყვარულით და ყველაფერი კარგი. ლოცვის შესახებ და ქრისტიანის ლოცვისადმი დამოკიდებულება. მე ძალიან მიყვარს ხოლმე და ძალიან კარგად აღწევს ლოცვის თაობაზე ისრაელი რო გამოდიოდა ეგვიპტიდან, ხო გახსოვთ? რომ მოშივდა და ზეციური პური მანანა რო წამოვიდა. პატარა ქინძის თავის მარცვლის ოდენა ხორხოშინა მარცვლები. თან ისეთი იყო, რომ ვისაც როგორი მოსწონდა, ვისაც მარილიანი გემოქონდა, ვისაც ტკბილი გემოქონდა. საოცარი თვისება ქონდა.
დილით ადრე უნდა გამოსულიყავი. ეხლა ბავშვებს ეუბნები ხომ, წარმოიდგინეთ ეხლა რომ ვიღაცა ხვალ დილით ნაყინი მოიტანოს და აი აქ რო დააწყოს ეს ნაყინი. ოღონდ გახსნილ მდგომარეობაში რო დააწყოს ნაყინი. და თქვას რომ გამოდით ბავშვებო მიირთვით. ვის არ შეხვდება? არა, ნუ ჩვენი ბანაკის შემთხვევაში ხო ვინც ბოლო გამოვა და პირველი გამოსული ბევრს ეწავს. კი ბატონო. მაგრამ ვის არ ოღონდ რო იცოდეს რომ ყველას თავისი აქვს და სხვა იმას ხელს ვერ მოკიდებს. ვის არ შეხვდება? თავის დროზე რო არ მოვა და მზე დაადნობს იმას, ხო აღარ შეხვდება. ის მანანაც ესე იყო. თუ მზის ამოსვლამდე არ გახვიდოდი, მზე დაადნობდა და მიწაში ჩავიდოდა, შენ აღარ შეხვდებოდი. ლოცვაც ეგრეა. შუადღით რო გაიღვიძებ და რო არ ქმევ, დილა არისო, დილა მშვიდობისაო, მეზობელს რო ეუბნები, ეგ დილა არ არის. ლოცვა ხდება შენი პირადი დროის ხარჯზე. რომელია ჩვენი პირადი დრო? ძილის დრო. ეს პირადი დრო მონებსაც კი ქონდათ, ის ხელშეუხებელი იყო. აი მაგ პირადი დროის ხარჯზე თუ ლოცულობ, შენი შეგერგება. ოღონდ ნახეთ, დაუშვათ ვიღაც გამოვიდა და 2 დღის ნაყინი მოინდომა. მოდი ბარი წავიღებ და მაცივარში დავდებ და მეორე დღეს დილით ადრე ადგომა აღარ დამჭირდება. წავიდო და დადებ და მაცივარში სიტყვაზე ნაყინს, დილით ადგებოდა და აღარ იყო იქ ნაყინი. ანუ მიქონდათ ესეთი ეს საკვები მეორე დღისთვის, მაგრამ მეორე დღისთვის უკვე გაფუჭებული იყო. აღარ ვარ. ყველა დღეს თავისი ლოცვა ჭირდება. აი ამაგაში ასეთ. ერთადერთი დღე იყო, როდესაც 2 დღისა უნდა წაეღოთ. რომელი დღე იქნებოდა? პარასკევი. იმიტომ რომ შაბათს არ მოვიდოდა მანანა. შაბათს ნაყინს არ მოიტანდნენ. გავიდა ხალხი, მაინც იქნება, მაინც იყვესო და არ დახვდათ არაფერი. იმიტომ რომ პარასკევს 2 დღისა მიქონდა და ის არ ფუჭდებოდა. იმიტომ რომ შაბათი დღე მცნებისამებრ უნდა გაჩერებული იყო. ის სახურებისთვის მიეწყნათ. ესე რომ ეს არის ქრისტიანის დამოკიდებულება. ეს ნაწილია რა თქმა უნდა ლოცვაზე იმდენი რამ თქმულა და დაწერილა რომ ორიღა დაგვრჩა და ჭეშმარიტი მეგობრობის შესახებ. ჭეშმარიტი მეგობარი მართლაც ძალიან დიდი განცდია. ჩვენ ახლა ბევრი ვილაპარაკეთ, ამიტომ აღარ ვიტყვი. ის რო ამბობს დოდო აბაშიძე. ისე დოდო აბაშიძეს რა ერქვა, ხო არ იცით? არა, დოდო მერე დაარქვეს. რატო დაარქვეს? გოგოს ვერ ამბობდა და დოდოს მე ხუმრობით ხო ამბობ ხოლმე, დოდოება მეთქი ხო ამბობ ხოლმე. აი ეგრე დოდოს ეძახდა თურმე და გოგოს და დოდო დაარქვეს და ისე დავითი ერქვა. მე რამდენადაც მახსოვს დავითი ერქვა. დოდო აბაში ცნობილი მსახიობი. ხო და ის რო ამბობს ფილმში რომ უმეგობრო კაცი რა არისო, აი ღობის ძირში რო აგური გდია. მაგრამ თუ აგურს დაადებ, კედელი აღიმართება. ჩარლი ჩაპლინი რო ამბობს იმ დღეს ბიჭებთანაც ვიხსენებით. 6 საუკეთესო ექიმი არსებობსო ცხოვრებაში. ეხლა თუ გავიხსენო იქ. ერთი არისო დიეტაო, მზე, დასვენება, ვარჯიში, არა. ჭამა თქვენთვის არის ექიმი. იყო ძილი? არ იცი და ერთ-ერთი იყო ამ 6-დან მეგობარი. 6 საუკეთესო მკურნალი. დედმამაც მეგობარი უნდა. ხო. და ბოლოს ერთი წმინდანის მიხედვით იესო ქრისტე არის სამყაროს შემქმნელი. ამ თემაზე რო ისაუბროთ. რომელი ერთი წმინდანის მიხედვით? და განა ყველა წმინდანი ამას არ ამბობს, რომ იესო ქრისტე არის შემოქმედი? სამყაროს შექმნა მამა, ძე და სული წმინდა ერთად ერთი ნება აქვთ. ფორმულირება კი ასეთია, რომ შეიქმნა ესე იგი მამა ღმერთისგან ძის მიერ სული წმინდაში. ესეთი საკითხია, რომ ცოტა შეიძლება რთულია ჩვენთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი ნება აქვთ მამას, ძეს და სული წმინდას. ერთი მოქმედება აქვთ, ერთი ბუნება აქვთ.
ისე რომ მამა ძის გარეშე არ აკეთებს, ძე მამის გარეშე და სულიწმინდა მამის და ძის გარეშე. ყოლაწმინდა სამად არის შემოქმედი. კარგი, დავამთავროთ ახლა და გადავიდეთ უფრო სახალისო ნაწილზე.